პარლამენტში ბიუროს ხდომა იწყება, რომელზეც თავისუფალი დემოკრატები დღეს ოფიციალურად დატოვებენ უმრავლესობას. დღესვე სავარაუდოდ ფრაქცია უპარტიო დამოუკიდებელი დეპუტატები მიმართავენ ბიუროს უმრავლესობაში შესulis შესახებ. რა განცხადებები კეთება ამ თემასთან დაკავშირებით მირიან გორგოძე გვეტყვის პირდაპირ ეთერში. მირიან გისმენთ. სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს ლაშა ფრაქცია უპარტიო მაჟორიტარების წევრების კონსულტაციები იმ თემასთან დაკავშირებით შეუერთდებიან თუ არა ისინი საბოლოოდ უმრავლესობის რიგებს მათ ამ გადაწყვეტილების მისაღებად ვადა აქვთ დღეს 3 საათამდე, რადგან თუ კი საბოლოოდ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინ საჭიროა რომ წინადადებით მიმართონ ბიუროს ხდომას, რომელიც სწორედ 3 საათისთვის არის დაგეგმილი და როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ კახაბერ ოქრიაშვილმა განაცხადა, სწორედ ამ დროისთვის ისინი საკუთარ გადაწყვეტილებას ღიად გამოაცხადებენ. კახაბერ ოქრიაშვილმა ასევე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ამ დრომდე მათ არანაირი კონსულტაცია უმრავლესობის წევრებთან არ ქონიათ ამ საკითხზე და კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ აქვთ მიღებული. არავითარი კონსულტაციები არ მიმდინარეობს, ფრაქციის ხდომა მიმდინარეობს ამჟამად და ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას 3 საათისთვის და გასცნობთ შედეგებს. კახაბერ ოქრიაშვილის ამ განცხადების მიუხედავად უმრავლესობის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დარწმუნებით აცხადებენ, რომ ეს ადამიანები ფრაქცია უპარტიო მაჟორიტარების წევრები აუცილებლად შემოუერთდებიან უმრავლესობის რიგებს და ისინი აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დემოკრატები გამოაკლდებიან უმრავლესობის რიგებს, საპარლამენტო ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდება და ამ მიმართულებით არანაირი შეფერხება არ ექნებათ მათ. კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც ჩვენ უმრავლესობის წევრებს დაუსვით, არის შემდეგი: ხომ არ დააზარალებს უმრავლესობის იმიჯს ის, რომ უმრავლესობის ასე ვთქვათ წევრთა შემადგენლობის გაჯანსაღება ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრებით ხდება. საზოგადოების საგანგებო ინტერესია, რომ მიღებული იქნეს გადაწყვეტილებები პარლამენტის მიერ საკანონმდებლო დონეზე ისეთი, რომელიც მათ ცხოვრებას დაეტყობა პოზიტიურად. ამ საკითხს დღის წესრიგიდან ვერ მოვხსნით, მაგრამ მე ესე მგონია, მაინც საქმემ უნდა წარმოაჩინოს თითოეული ადამიანი, რომელიც გუშინ შეიძლება სწორ პოზიციაზე არ იდგა და ძალიან დიდი დრო დაჭირდება იმას, რამდენად დიდი დრო დაჭირდება იმას, თუ როგორ შეხედავს მას საზოგადოება, ეს არის მთავარი. პარლამენტს თავის საქმიანობის განხორციელებაში ხელი არ შეეშლება. ჩვენ გვაქვს ყველა ის რესურსი, შესაძლებლობა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები. პარლამენტმა იმუშაოს ჩვეულ რეჟიმში, შეიძლება ცოტა უფრო მეტი მუშაობა მოგვიწევს, იმიტომ რომ თავისუფალი დემოკრატების გასვლასთან ერთად თავისთავად ცხადე გარკვეული ხმები დავაკვირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არასაკმარისი გვაქვს, იქ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და მეტის მათი სახით ოპოზიციის არსებობა მე ამას მივესალმები. რაც შეეხება ფრაქცია თავისუფალ დემოკრატებს, ფრაქციის წევრები, როგორც ცნობილია, ოფიციალურად უმრავლესობის რიგებს დღეს დატოვებენ ფრაქციამ უმრავლესობიდან გამოყოფის შესახებ განცხადებით. ჯერ კიდევ წინა კვირის პარასკევს მიმართა საქართველოს პარლამენტს თავისუფალი დემოკრატების წევრები ამბობენ, რომ მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა ისინი იმ კურსის ერთგულებით არჩებიან, როგორი კურსითაც აქამდე მუშაობდნენ, როგორც თავისუფალი დემოკრატების წევრები აცხადებენ, მათთვის ცოტა უჩვეულოა, რომ იმ ძალასთან მოდიან ოპოზიციაში, რომელიც ძალასთან ერთადაც მიაღწიეს გამარჯვებას 2012 წლის არჩევნებში, თუმცა მათი განცხადებით ეს ახალი პოლიტიკური რეალობის დასაწყისია და მათი თქმით ისინი ბოლომდე შეინარჩუნებენ კონსტრუქციული ოპოზიციის იმიჯს. პირდაპირ არის რეგლამენტში დეტალურად გაწერილი თუ როგორ და რანაირად ხდება ამ გადაწყვეტილებების მიღება, ასე რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებებისთვის მზადავართ, თუ ესეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უმრავლესობის მხრიდან, თუმცა თვითონ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს არიან ბიუროს წევრები, ისინი პირადი განცხადების საფუძველზე არ დატოვებენ იმ თანამდებობებს და თანამდებობებიც მათ დღეს უჭირავთ საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გვინდა ვიყოთ საქმიანი ოპოზიცია, ჩვენ გვინდა რომ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე, რომელიც 20 წლის განმავლობაში საქართველოში ტრიალებს, როდესაც ოპოზიციონერება აღიქმება ლანძღვასთან, დინებასთან, შეურაცხყოფასთან, ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ასეთი ოპოზიცია ვიყოთ. 3 საათზე, ზუსტად 3 საათზე პარლამენტში გაიმართება ბიუროს ხდომა და აღნიშნული საკითხების გარდა ბიუროს ხდომაზე ასევე დეპუტატები პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის თარიღზე შეთანხმდებიან. საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე მოვლენებზე მირიან გორგოძე